და გადაცემა კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით გიბრუნდებათ. მივესალმები იმ მაყურებელს, რომელიც ახლა შემოგვიერთდა და მაყურებელთან ერთად ასევე უნდა შემოგვიერთდეს საფრანგეთიდან ჩვენი მეგობარი გიორგი ფოფხაძე. ხედავ რომ გიორგიც აქ არის. მოგესალმები გიორგი. ხედავ რომ უკვე ჩვენთან ხარ. მოგესალმები გიორგი. როგორ ახარ? კარგად. ძალიან კარგი. მე ვპასუხობ შენს მაგივრად. კარგად. საფრანგეთში კარგად. ის რასაც უპასუხებ და საფრანგეთში კარგად იქნები. აი ჩვენ წეღან სანამ საგარეო პოლიტიკაზე გადავალთ გიორგი. მე და გოჩა წეღან საუბრობდით ერთმა პენსიონერმა დარეკა და პრობლემებია და ნუ ახლა როგორც რეკავენ ხოლმე ყველაფერში ვეთანხმებით რა თქმა უნდა, მაგრამ ფასები შევადარეთ ჩვენ მე და გოჩა ვადარებდით ფასებს. საქართველოში ფასი ხორცზე, ხილზე რავი სხვა პროდუქციაზე უფრო მაღალია ვიდრე საფრანგეთში ჩვენ ასე ვამბობდა. იქნება დაგვიდასტურო ან უარყო. კი ბატონო, მე ამაზე კვლევაც ჩავატარე და Facebook-ზე ვიდეოც მედო ამაზე ჩემ მეგობრებს თხოვე თბილისში გამოეგზავნათ ფასები რა არის მაგალითად პირველადი მოხმარების საგნები აი სხვაზე რო არაფერი არ ემასა და ეს იყო შაქარი, ეს იყო ზეთი, ეს იყო მარილი, ეს იყო პური, ეს იყო აი კარაქი და აი ადამიანისთვის რა ბრინჯი და ანუ მინიმალური კალათა რა, მინიმალური კალათა რა. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე რომ რა განსხვავება არის საქართველოსა და ფრანგისთვის იცი რა საქართველოში მაინც იაფია. მოდი როდესაც ფასებზე დავიწყებთ ლაპარაკს, ფულის შემსყიდველობით უნარიდან გამოვიდეთ და იმ ხელფასიდან რაც არის ამა თუ იმ ქვეყანაში, ხო? ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ საფრანგეთში არის მინიმალური ხელფასი 1400, ანუ რაც ერიცხება ამაზე რა ქვია. აი ყველა ამაზე ნაკლებს ვერ დაუნიშნავ შენ 1441 თუ 48 ევრო თუ 51 ევრო არის, აი მინიმალური ეს უნდა დაუნიშნდეს მას ანგარიშს. საქართველოში მინიმალური ანუ ზღვარი დაბალი არა გვაქვს და ძალიან ბევრი ჩვენი თანა მოქალაქე არის 300 ლარიან და 500 ლარიან ხელფასზე რა ქვია ხელფასი ხო 500 ჩავატარე ესე ვთქვათ პატარა გამოცდასავით და მასავით რას ვიყიდდი ხო ექსპერიმენტივით რას ვიყიდდი 30 ლარი არის 1 დოლარი, ანუ 10 ევრო არის 30 ლარი სადღაც, ხო 29 და რაღაც. რის იყიდვა შეიძლებოდა 10 ევროთი და რის იყიდვა შეიძლებოდა საქართველოში იმ 30 ლარი. აღმოჩნდა რომ მე 10 ევროთი ვიყიდე ხორციც, 10 ევროთი ვიყიდე შაქარიც, 10 ევროთი ვიყიდე ზეთიც, 10 ევროთი ვიყიდე კარტოფილიც და 10 ევროთი იმ 10 ევროში იმაში შევიდა, ანუ 30 ლარში ორი ადამიანის მიდან გამოვედი საბაზო და ყავაც მოვიდა, რა ქვია. რა თქმა უნდა ეს არ იყო ვთქვათ მაღალი ხარისხის ყავა, მაგრამ თვითონ აი ოშანის თან ყველაზე ძვირიან სუპერმარკეტზე იყო გიორგი აქ საუბარი. აქ კარფური იცი რომ ასე თუ ისე საშუალო არის რა ქვია. სუპერმარკეტია. საშუალო სუპერმარკეტია. მე გეუბნები ოშანზე, რომელიც ითვლება ესეთი ძვირიან სუპერმარკეტად საფრანგეთში, ხო? და არ ვლაპარაკობ ალდიზე და ლიდლზე, და აღმოჩნდა რომ ფასები საქართველოში 5 ჯერ და 10 ჯერ მეტია. ყველაზე აი გოჩა საოცრება რა იყო, იცი? არის ესეთი ყველი კამამბერი, იცი შენს და გიორგისამ რაღაცა ნორმანდიული ნახევრად მდნარი, ნახევრად ესეთი ყველი, ხო? რომელიც აქ ღირს ყველაზე ძვირი 1 ევრო და 59. საქართველოდან გამომიგზავნეს აი ფასი, რომელსაც 19 ლარი ედო. კამამბერი. შენ წარმოგიდგენია რა რამხელა შენ იცი რა მითხარი გიორგი? აი ჩვენ წეღან მაგალითად მოვიყვანეთ ხილი, იმიტომ რომ მე მაღაზიაში გადავიღე სურათები რა ამ ხილის და მითხარი მსხალი რა ღირს თქვენთან? 4 ევრო ღირს? არა.
არა 4 ევრო არ ღირს ნამდვილად მსხალი აი რას 1 კილოიანი შეკვრას აი დაფასოებულს როცა ვყიდულობ მე ძალიან მიყვარდა ჩემი ესეთი თემა ემასკენი ხო 1 ევრო და 79 არის ეს რა ქვია ანუ თქვენთან მსხალი ღირს 4 ლარი მაგ 4 ლარი ხო ნუ 4 ლარამდე გამოდის ჩვენთან 4 ლარამდე გამოდის კი ჩვენთან მსხლის ფასი არის 9.99-დან 14 ლარამდე სხვა ქართულ ჯიშებზე მაქვს საუბარი სხვადასხვა ჯიშზე და წეღან დარეკა მაყურებელმა და თქვა რომ ეს იმიტომ არისო რომ უკვე გადამყიდველი ანუ მეხუთე ხელი გადადის იქით რეალურად გლეხმა რომ მაგხლა საფასური პროდუქციაში მიიღოს აშენდა მაშინ საქართველოს ხალხმა მე კიდე ხმას არ ამოვიღებდი არასდროს მე რომ ვიცოდე რომ 9 ლარს ან 10 ლარს გლეხი იღებს 1 კილო მსხალში ხმას არ ამოვიღებდი ესე იგი სოფლები გაძლიერდნენ და რეგიონები ძლიერად არიან არიქა გვეშველა ესე იგი ქალაქსაც ეშველება მაგრამ მე რომ ვიცი რომ გლეხი მართლა აბარებს ლარად ლარ 50-ად მაქსიმუმ და დანარჩენი უკვე გადაყიდვითი პროცესია იმიტომ მიჩნდება კითხვა რომ სად უყურებს მარეგულირებელი კომისია. ნუ რა სამსახური გასაგებია რომ არ არსებობს, ესეც გვესმის, მაგრამ ხელისუფლებას ხო უნდა ესმოდეს, რომ პენსიონერი ელემენტარულად განა ის რომ ქალბატონი ამბობდა 50 ლარს ვერ ვაჩუქებ შვილიშვილს. პენსიონერი ხილსაც კი ვერ მოუტანს შვილიშვილს, ხილს. იმიტომ რომ წამლების ფასი, საჭმელი, კომუნალური და ასე შემდეგ 350 თუნდაც 400 ლარად შენ თავს ვერ შეინახავ, პენსიონერი თავს ვერ შეინახავს. თუ მას არ დაეხმარებიან გარეთ. ეხლა უყურე გიორგი პენსიაზეც მე შენ და გოჩამ ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ და საბაზო პენსია საფრანგეთში, აი მთელი ცხოვრება რო არსად არ უმუშავია ადამიანს და იმას შეუსრულა საპენსიო ასაკი და მთელი ცხოვრება იყო ემაზე რა ქვია სოციალური ჰქონდა თუ რაღაცა მას ეს რო დაწერს მას საბაზო პენსია აქვს 1100 ევრო და მას რახან არსად არ უმუშავია აი არაფერი წურბელა იყო პასპორტში ეწერა პროფესია წურბელა რა აი პროფესია წურბელას მერე პენსიაზე რო გავიდა ან თავისუფლებენ ბინის გადასახადიდან იმიტომ რომ იმაღო რაღაცითო ხო უნდა შეინახოს კაცო თავიო ჩვენ ახლა ვინც მუშაობთ აქ საფრანგეთში მიწა სახელმწიფოსია ჩემი სახლი რო დგას ამ მიწაზე მე მაინც მიწის რენტისას მივუხდი იმას რა ქვია სახელმწიფოს ხო ჩვენგან განსხვავებით საქართველოსგან განსხვავებით ხო მიწა ვისაც გინდა ფრანგი არ მოხინცა რა მიწა მერე პლუს კიდე ჩვენ გიორგი ბოდიში სანამ გააგრძელებ შენ მიწის საფასურს იხდი რა თქმა უნდა 1500 ევროს ვიხდი მე წელიწადში ხო და ფრანგიც შენი მეზობელი ფრანგი ვიღაცა ჯორჯი რომელიც მან საუკუნეებია ცხოვრობს ნუ ოჯახი ცხოვრობს ისიც იხდის რა თქმა უნდა კი ისიც იხდის ანუ ესე იგი საფრანგეთი მიწას არ ყიდის საფრანგეთი მიწას აქირავებს. არა თუ უცხოელზე. უცხოელ თავის ხალხზეც კი აქირავებს მიწას. ამას ქვია ჩვენ მეძახი tax foncière. ანუ მიწის ბელგიაშიც იგივე გადასახადია, ვიცი რომ ჩემი მეგობრები. ბელგიაც იგივეა, შენ ახლა ბელგია უფრო იცი რომ ბელგია უფრო იცი. ბელგიაშიც იგივეა და ყველგან იგივე. ჩვენ მიწას არ ვყიდით. აი, როდესაც შემოდის ჩინელი თუ კატარელი თუ ვიღაცა ესა რა ქვია, ინვესტორი ჯერ ერთი პირველ რიგში ისხსნის ქარხანას და არ ხსნის ესა რა ქვია, სამშენებლო ბინების ემას რა, კორპუსების ასაშენებელს. უცხოელს აქ კორპუსს არ ააშენებინებს, არავინ და არ ასოდეს, წარმოუდგენელია ეს რა. და მეორეც ის იმ მიწაზე, რაზეც შენობაა მისი და მიწა სახელმწიფოსი. მიც არის სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, აი როცა ვადარებთ ჩვენ ფასებს გიორგი, ხო? აი ძალიან რთული არის შეადარო და შედარებები გამოიტანო. არც ისე იაფია უკვე ევროპელისთვის საქართველოში, აი დოლარი და ევრო რო გადაახურდავა აი საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი ახლა რომ ჩამოვედი 100 ძვირ ქვეყანაში ხარ გძნობ მაგას
კი 100 ევრო რო გადავახურდავე, ადრე რო ერთი კვირა მყოფნი და ის 100 ევრო ეხა აღარ მყოფნის დღე ნახევარი, იმიტომ რომ ტაქსი გაცილებით ძვირია, ესა რა ქვია, რესტორანი გაცილებით ძვირია, სუპერმარკეტში შეხვალ და ფასებია ისეთი რომ საშინელებაა და ესა რა ქვია, მე როცა ამ ექსპერიმენტივით იმას ვატარებდი, გიორგი, თხოვე რომ დეზერტირების ბაზარშიც, იმიტომ რომ ბაზარში მაინც მერე რო არ ეთქვათ რომ იცი რა არის, აი ლაძმაო გასულიყავი დეზერტირების ბაზარზე და კოლმეურნეობის ბაზარზე ძვირი აღმოჩნდა ბევრი რაღაცა, რაც მან უფრო ძვირი აღმოჩნდა ვიდრე საფრანგეთში მაღაზიაში. საფრანგეთში ოშანის მაღაზია. არ ვამბობ ეხა აღარაფერს, აღარ ვამბობ ისე დისკაუნტ ემებზე რა ქვია მაღაზიებზე, როგორც არის ლიდლი, ალდი, ნუ ეს ლიდლი, ალდი ძალიან იაფიანი მაღაზიებია. ძალიან იაფიანი მაღაზიებია ესენი, ხო? გამიგე? მე გინდა გასწავლო. მართლა გეუბნები. ელიავა ხო იცი? აი ელიავას ბოლოში არის აწყობები და მან ტყიდიან ხორცს, თქვა თევზს, რაღაც და გაცილებით უფრო იაფია მან და მე დავდივარ იქ და ხანდახან იქ ვყიდულობ, იმიტომ რომ იაფია. იმიტომ რომ მე არ მაქვს იმის საშუალება რომ ვიყიდო და მივცი 34 ლარი კილო ხორცში, თქვა მაღაზიაში. ხო, უყურე, ჩვენ რო გამოვდივართ, მე და რა ქვია, როცა ვლაპარაკობ ფასის იმაზე, გამოვიდეთ იმაზე რომ წარმოვიდგინოთ რომ 1 ლარს და 1 ევროს იმ ქვეყანაში აქვს ერთი და იგივე შემსყიდველობითი უნარი. 34 ლარი რო გადმოვიტანოთ, ანუ 34 ევრო გამოდის 1 კილო ხორცი საფრანგეთში, წარმოუდგენელია. ღორის ხორცი 3 ევროზე მეტი არ მინახავს მე აქ რა. აი როგორ ფერმერთან უნდა იყიდო, იცი, 5 და რაღაცა რო ღირდეს ღორის ხორცი, აი ჩემი ცოლი როა ბიოზე ესა რა ქვია, გაგიჟებული და არიქა ბიოს გარდა წავიდა ესა რა ქვია და ბიო ეს არიქა ბავშვებმა ბიო უნდა შეჭამოს. ანუ ისეთ ფერმერთან თვითონ თავის საქონელს მასაჟს რო უკეთებს, ხო? ანუ ხო, აი დაახლოებით მასაჟებით რო ემასნა, რა ქვია, გაზარდა და მუსიკებზე აფელი ცხოვრება ასმენიდა და ბეთჰოვენს და ზუზურძეს რო არაკლებდა და ეხლა ყიდის. 11 ევრო ღირს საქონლის ხორცი, აი საუკეთესო საქონლის ხორცი, ესა რა ქვია, ბურგინიონი ხო აქ ემით ყველაზე საუკეთესო ხორცით უნდა გაკეთდეს და ბურგინიონის ხორცი ღირს 11 ევრო. და ფრანგები პულს გაბერავენ ხოლმე, ძვირიო. ხო და შე თბილისში არ გინახავს 34 ლარი რო ღირს ესა რა ქვია 1 კილო ხორცი. კი ბატონო, გიორგი ზარია და უპასუხოთ გავაგრძელოთ შემდეგ. ზარია ეთერში. გამარჯობა. მოგესალმებით. ოთახი აპარატურზე 4 Anche un bordo informazione, siamo stati tutto a fare. E se siamo disposti a certo punto per il scopo. Super veloce. Casa khurati è spalco va da khurati. Molta shuderi. Ausula unda mokto. Unda dampli desa unda mokto. Ausula კი ბატონო, მადლობა ზარისთვის. გააგრძელე გიორგი. აი უყურე, გიორგი, მე შენს და გოჩას მემარჯვენეები ვარ, ჩვენი ფსიქოლოგი, ჩვენი კონსერვატორი მემარჯვენეები ვართ ეთერში. მე მემარჯვენე ცენტრისტი ვარ. მემარჯვენე ცენტრისტები ვზივარ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვარ თანახმა, რომ ევროპული აი ეს კარგი რაღაცა შემოვიტანოთ და დავნერგოთ საქართველოში, რომ ფასებზე იყოს სახელმწიფოს კონტროლი. საფრანგეთში უყურე როგორი ფორმულით ითვლიან, ეს იქნება, ესა რა ქვია, რესტორანი, ეს იქნება მაღაზია, აი მივიდა ფერმერთან და იყიდა DGG-ს გარეშე ახო პროდუქციას დიდი წარმოება DGG-ს გარეშე კიდევ. DGG-ს გარეშე რო გადაიხადა თქვა 1 ევრო, ის 1 ევრო უნდა გაამრავლოს მხოლოდ 3-ზე. მხოლოდ 3-ზე. აი 1 ევრო გაამრავლა 3-ზე. გამოვიდა ხო 3 ევრო. დაუმატა იმას რაღაცა დაუშვათ 3 ევრო
და დაამატა თუ წყალია და ესა რა ქვია პირველადი მოხმარების სითხეებია, ჩაი, წყალი რაღაცა, იმას ემატება მხოლოდ 10%, თუ კოკა-კოლაა და რაღაცა რესტორნებს აქვს ესა რა ქვია 13 თუ 14%-იან იმაზე მეც ვერ დაამატებს, იმიტომ რომ რესტორნებში ფასები არ გავარდეს და არ იყოს ესა და მაღაზიებს აქვს 20%-იანი. შენ როდესაც ეს ფორმულა გექნება შენ ქვეყანაში და აბა კაი დედიშვილი ხარ და დაარღვია იმიტომ არის ჩვენთან რომ კოკა-კოლა ღირს ევრონახევარი სუპერმარკეტში და საქართველოში ღირს 10 და 11 ლარი. აი ფასების რეგულირება არა გაქვს შენ რა კოკა-კოლა არ ღირს გიორგი 11 ლარი. არა სიტყვაზე არა ზოგადად, მაგრამ მე შემიძლია გითხრა რომ მაგალითად წყალი ღირს ლარი და 20. აი ჩვეულებრივი წყალი, ბრენდს არ ვასახელებ, 9 ლიტრიანი წყალი და კოკა-კოლა ღირს ლარ 9, ისევ 9 ლიტრიანი. აი უბრალოდ აბსურდია, ჩვეულებრივი წყალი, ლარი და 20 და კოკა-კოლა ლარ 9. არის წყალი გვაქვს, რა თქმა უნდა, 50 თეთრი ღირს უბრალოდ უნდა იცოდე ადგილები, სად უნდა იყიდო, მაგრამ 60 თეთრიდან იწყება ერთი პლასმასის 9 ლიტრიანი ბოთლი ჩვეულებრივი წყალი. 6 ლიტრა წყალი, აი ჩვენ რასაც ხმარობთ, ხა, არის ევიანი ბატონო და არის ესა რა ქვია, სხვა ცნობილი ვოლვიკი და ესე ცნობილი წყლები, რომელიც გაჯერებულია რაღაცა მაგნეზიით და ამინერალებით. 9 გაფილტრულები და შუშის ბოთლში იყიდება და ძვირი ღირს გასაგებია. ის ღირს, რა თქმა უნდა, ძვირი. მაგრამ აი კრისტალინზე მაქვს მე საუბარი, აი ესეთი ყოველდღიურად რო ხმარობ ფრანგები. ევრო და 20 ღირს 6 ლიტრა წყალი, ანუ 6 ლიტრიანი ესა რა ქვია ბოთლი ღირს ევრო და 20. საქართველოში მე აი მეც მაღაზიაში შემხვედრია ეს პრობლემა, აი მithქვავს ბიჭო არ დავასახელებთ, რანაირად უნდა ღირდეს, წყალს მიაქვს ჩვენი ქვეყანა, კაცო, რანაირად უნდა ღირდეს ეს იმაზე ძვირი, ვიდრე მე ვიხდი მაშინ რა ქვია საფრანგეთში და აეროპორტებზე ხო თბილისის აეროპორტზე ერთოთის აღარა მაქვს ხა პარიზის და ჟენევის აეროპორტი ითვლება იცი შენ ყველაზე ძვირია ნემად რა ქვია აეროპორტად და იქ სენდვიჩი რაღაცა 4 ევრო და რაღაცა ღირს სენდვიჩი რო იყიდო და 3 ევრო ღირს ყავა თბილისში ყავა და 4 დონად ვიყიდე და გადამახტები და 34 ლარი რა იყო მე ვთხარ ეს რა ქვია ოქრო სად ნახე აეროპორტში ესეთი იაფირა ბიჭო მე მარტო ყავაში გადავიხადე 24 ლარი მართლა გეუბნები 24 ლარი ყავაში აეროპორტში ყავაში გადავიხადე დონატები რო ამიღო ხო საერთოდ დავტოვებდი თელქოს აეროპორტში ბიჭო ხო აი წარმოუდგენელი მაგრამ ერთი ისიც მინდა ეგ მომენტიც რომ აი მაღაზიას გავიაროთ შენ ამბობდი ხა მემარჯვენე მემარცხენე და ეს თუ ჩვენ ხო ამოვდივართ აი მაინც საბჭოთა პერიოდის იმაში ვიყავით და აქედან გამომდინარე ვფიქრობდით რომ აი მემარჯვენე ნიშნავს რომ რაღაცა უფრო სახელმწიფოს ნაკლები როლი და ადამიანის პიროვნების როლი ბიზნესის დაცვა და მე რასაც უყურებ ხო საბჭოეთის პერიოდში მარქსიზმმა იმ საბჭოთა იმან ხო იმოქმედა და მოახდინა გავლენა როგორც ევროპაზე მთლიანად დასავლეთზე იმიტომ რომ დაპირისპირება იყო და მათ იმის გამო რომ დასავლეთისთვის პრობლემები არ შეექმნა ხო რომ აი ხედავთ საბჭოთა კავშირში მუშა მასში გლეხი როგორ არის დაცული მათ შეიმუშავეს პირობები რომ დღეს მათ ბევრად გადაასწრეს საბჭოეთში სად ნახავდი იმას რაც დღეს სოციალური პაკეტებია ევროპაში სად ნახავდი იმას რომ სახელმწიფო ანუ რეალურად მემარჯვენეობა და რო არ ყავდეს დავიღუპებოდით გეთანხმები ანუ რეალურად ნახე რა მოხდა უკვე მემარჯვენე მემარცხენეობა სიმბოლიზმამდე დავიდა ეკონომიკაში ადამიანის უფლება ადამიანის ღირსეული ცხოვრება ადამიანის დაცულობა გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და ეს უკვე აქ მარცხნივ მარჯვნივ აღარ აქვს მნიშვნელობა იქ კონსერვატორიც უკვე მანაც კარგად იცის რომ ადამიანი დაცული უნდა იყოს მას მინიმალური ხელფასი უნდა კონდეს რასაკვირველია იმ სოციალისტურმა მოიტანა ეს მაგრამ დღეს უკვე სხვა რაღაცა მემარჯვენე მემარცხენეობა სრულიად სხვა ასე ვთქვათ ფასეულობებზე წავიდა ლაპარაკი თავისუფლების ხარისხზე გამოხატულებაზე ვთქვათ პირადის აქაც კი
აქაც თითქმის გათანაბრდა, იმიტომ რომ ადამიანი კიდევ ამბობ, გინდა მემარჯვენე იყავი, გინდა მემარცხენე, მას რომ ღირსეული ცხოვრება ჭირდება და ეს უნდა იყოს დაცული, ამაზე შეთანხმდა საზოგადოება. ჩვენ ამაზეც ვერ შევთანხმდით, რომ ადამიანის არათუ ღირსეულ ცხოვრებაზეა ლაპარაკი, ადამიანის ელემენტარულ უფლებაზე, სიცოცხლის უფლებაზეა საუბარი და ჩვენ დღეს ვართ აი ამ მდგომარეობაში, რომ ფაქტობრივად აგერ შენ საფრანგეთზე, ბელგიაზე ლაპარაკობდით, სადაც კაპიტალისტური იყო და ჩვეულებრივად ესე ვითარდებოდა, ხო, მონარქია. ბელგია იყო კაპიტალისტური თუ იყო, ხო? იქაც კი მიწაზე როცა მიდის საუბარი, მათ კარგად იციან, სავსეა, ხო, იმისი არ იყოს, აგერ გამოდიოდა კობახიძე და იმაშიო გერმანიაში მუხამედიო სახელი უფრო მეტი დაარქვესო, ხო? ეს ის კობახიძეა, მე არაბები რო შემოყავს, მაგრამ ამას ხომ ამბობდა, რეალურადაც ხო ვიცით, მართლაც პარიზში რომ მიდიხარ, გაშავდა პარიზი, თეთრს ვეღარ პოულობ, მაგრამ იქ არ არის საფრთხე, პირდაპირ ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოშლის საფრთხე არ არის. იქ არ არის დემოგრაფიული საფრთხე ისეთ, იმიტომ რომ რეგულაციები ხდება. იციან რა, სად როგორ, მიგრაცია როგორ დაარეგულირონ, როგორ უნდა მოახერხონ, თუმცა რასაკვირველია, მაინც გარკვეულწილად საფრთხეები არის და რაღაც გარკვეულწილად ისინიც ფიქრობენ იმას, რომ პრობლემები შეიძლება ამან შექმნას, ხვალ შექმნას, დღეს უკვე ქმნის. და ჩვენ ასეთი ტიპის ქვეყანაში, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, როცა სახელმწიფო ელემენტარულად დაუცველ პირობებში გვამყოფებს, საფრთხეები ისეთი კოლოსალურია, რომ სიტყვაზე რომ დაჭირდეს, მართლა ჩვენ ხანდახან იმისი არ იყოს, ტერორიზმი რო აქ არ ხდება. ეს არის ალბათ მართლაც ღვთისდაცული იმითი, არ ვიცი, რწმენამდე მიდიხარ, თორე რეალობაში კაცო ამ ქვეყანაში ხელისუფლების ჩამოგდებაზე ადვილი რა არის. ნებისმიერი 50-100 კაციანი ჯგუფ შეუძლია შევიდეს და ჩამოაგდოს ეს ხელისუფლება. დაუცველობის სრული დაუცველობა. მე და გიორგი ვშაყირობდით, ეხლა ხვალ დღეს თუ იმას რა ქვია, არაბული ქალაქი იქნება, ხვალ რომ ირანმა მოითხოვოს რა როგორ უნდა უთხრა უარი. კარგად, თქვენს მაცო არაბებს თუ აძლევ მე რატო ირანის გარდა აგერ მოითხოვს სიტყვაზე რუსი. მოიცა, ამათ თუ აძლევ მე ეს ცოტა ხანში იყო შეიძლება ასე აღარაფერი აღარ დარჩეს ამ ქვეყანაში და მე გამოვა კობახიძე და გთხოვთ ხალხო გვიშველეთ უმცირესობაში ვართ საერთოდ პოლიტიკიდანაც გაგვაძლევებენ და ხელისუფლებასაც ალბათ სხვების იქნება და გინდა თუ არა მე მომეცით ხმაო ალბათ ამას იტყვის რა აქამდე მივდივართ ხო ანუ დასავლეთზე ხა მაინც გვაბრალებენ ჩვენ თურმე აღმოჩნდა რომ ჯერ პრორუსები ვიყავით ეხლა აღმოჩნდა თურმე რომ პროამერიკელები ვართ ამასაც მასვებია რომ აი შეხედეთ და როცა გიორგი ეუბნებოდა ხოლმე რომ პროამერიკელი ვარო მე და საიდან ამდე ამერიკელ სენატორებთან მქონდა ბატონო შეხვედრა ეხლა ჩამოვედი რა იმიტომ რომ რეალურად ხო როგორ არის იცი აი იმიტომ რომ ჩვენ იქაც საქართველოს ინტერესებს ვიცავდით და რუსეთშიც საქართველოს ინტერესებს მოსკოვში იქნები, ბრიუსელში თუ ვაშინგტონში იქნები, შეხო შენი ქვეყნის ინტერესი უნდა დაიცვა და ესენი ყველგან ჩადიან, ოღონდ ინტერესი ქვეყნისას არა, მათ გაიგივეს, რომ ბიჭო მე ვარ საქართველო, ხო, ლუდოვიკოსის არის, მე ვარ კანონი. ესე დღეს ესენი თვითონ თვლიან, რომ თუ მათ ებრძვი, ესე იგი საქართველოს ებრძვი. იმიტომ რომ ხელისუფლებას თუ ებრძვი, თურმე ხელისუფლებას ებრძვის აგენტი. ეს აგენტი დღეს მოგწონს რუსის აგენტია, ხვალ მოგწონს Deep State-ის და ამერიკის და იმის ევროპის აგენტია, ზე აღმოჩნდება რომ იქნება ეს შეიძლება ირანის აგენტი, არაბების აგენტი, ოღონდ თვითონ ხელისუფლებაში შეინარჩუნონ და საერთოდ არ აინტერესებს, არც სოციალური, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, საერთოდ ეგ თემები არ აინტერესებთ ამათ, ხო? მიშას დროს ხო ეგრე იყო, ყველა იყო აგენტი, ვინც ებრძოდა მიშას. დამარცხდა მიშა, აღმოჩნდა რომ აგენტი არავინ არ იყო. ეხლა ებრძვი ხელისუფლებას თუ როცა დამარცხდება, აღმოჩნდება რომ აგენტი არავინ არ არის. მერე მოვა სხვა ხელისუფლება, იმედი მაქვს რომ ის იქნება უფრო ლმობიერი ხალხის მიმართ და მართლა ეროვნული ხელისუფლება გვეყოლება, მაგრამ თუ ეროვნული არ იქნება და ისევ შეცდომას დაუშვებთ ხალხი, ის ხელისუფლებაც ანალოგიურად მოიქცევა. ყველას დაარქმევს აგენტს, ვინც მას შეეწინააღმდეგება. ზარია ეთერში და მე გიორგიმ საღამომშვიდობისად, ბატონო გიორგი, ბატონო გოჩა. საღამომშვიდობის. გამოდაჩვიდმეტის კაცი ვარ, აი ასეთი მთავრობა არ მოვიდა ისეთი, რომ აი ხალხზე ეზრუნა. ის იყო და ტანისამოსიანი გიჟი სააკაშვილი მოვიდა ეს ვაჭარი კაცია თუ ბიზნესმენი ვერაფერი ვერ გავიგეთ. ზოგი გააქცია, ზოგი წააქცია, სიკეთეებით რაღაცები გააკეთა, ფლაც სააკაშვილს ვერ შეატარე. მაგრამ ამ ბოლოს აურია მაშო ბაბოსავით და არ ვიცი ახლა ქართველი კაცი ყველაფერს აიგავს, ამას ვერავითაც რომ მიტა გაგვიყიდოთ. ის გიჟი იდახდა 300 და ქვიანი სოფელი დაუკარგე რაღაცა,
ეს კიდე ახირებულია, ეს ბატონი კომპახიძე რაღაც გაბრექილი გამოდის და გონორით გველაპარაკება. ესე ქართულ ხალხთან ლაპარაკი ამათ არ გამოუვა. ამას ჩვენ სიხლის ფასად რომ დაგვიგდეს, არავის არ დაუთმო. უბრალოდ რიგითი ქართველები თქვენთან ერთად თქვენ ახლა ნამდვილი ძალა და კიდე რამდენიმე პარტია რომელსაც შეიძლება თქვენ უძველესი პარტია რომელსაც ქართველებს თქვენი იმედი აქვს. ხოდა ნუ ეხნება ბიზნესა იმაშვილის იმედი რომ მუდმივად თავრობაში იქნება და ქართველებს ადრე ჯაჭაგრავს. ბევრს შეეძლო ჩვენი დაჭაგრა, ბევრმა გინათ თემურლენგი იყო, მამატაღლები, რამდენი შემოსევა მუსულმანები ჩვენმა წინაპრებმა ხმლებით მოიგერიეს. ჩვენ ისევ ჯიშის ხალხი ვარ. შინაგანად გენი გვაქვს ჩვენ ისეთი რომ არ დაუთმოთ ქვეყანა. შეიძლება სიმშილით ავიტანოთ, ყველაფერი ავიტანოთ, გაჭირვება, ტყუილები, მამატაღლობა, მაგრამ ამას ვერ დაუთმოთ. ვერავის ვერ კომახიძე და მაგრამ გოგლი მოგლი გაზილი ბიჭებს. მან გვერდზე ვარ მათიკაშვილი, პაპუნაშვილი თუ ნანდაბა ვიღაცები. ქვეყანას ვერ დაუთმოთ, მაგათ კარგად იცოდი. თუ ვიდა სამოქალაქო დაპირისპირებულს მივიდეს. თუ ვიდა სისხლამდის მივიდეს საქმე, ჩვენ ამას გავიტანთ. უბრალო ხალხი. დიდი მადლობა. აი ხარეთ მადლობა ზარის. გიორგი ჩვენთან სახელმწიფო სიმბოლოების აღრევა მოხდა სამწუხაროდ რა. სახელმწიფო სიმბოლოები ევროპაში არის პირველ რიგში ეს არის შენი თავდაცვის უნარიანობა, ეს არის ჯარი, შენი სახელმწიფო სიმბოლო, შენი სამართლიანობის სიმბოლო, ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო და ეს არის სახელმწიფო სიმბოლო და შენი უსაფრთხოების სიმბოლო არის პოლიცია. ამიტომ არის ევროპაში რომ პოლიცია არავის დირექტივებს არ ასრულებს, ან მიტინგებზე ან რაღაცაზე ის მთავრობას კი არ იცავს, ის იცავს წესრიგს. წესრიგი შეიძლება დაარღვიოს მთავრობამ, წესრიგი შეიძლება დაარღვიოს მომიტინგემ. პოლიცია არის ამ დროს მოწოდების სიმაღლეზე, ხო? იგივე არის ჯარი. ჯარს ახლა ყავს თავისი მთავარსარდალი და ის მას არ იმას. პრეზიდენტიც არის მისი სიმბოლო, ოღონდ ისეთი, რომელიც არჩევითია, გადარჩევითია და ასე შემდეგ. მუდმივი სიმბოლო ეს არის შენი სასამართლო სისტემა, შენი ესა და ამიტომ უყურე, როდესაც ჩვენთან მთავრობა ამბობს, რომ ისინი მებრძვიან, ეს არის უკვე ხელისუფლების უზურპაცია, იმიტომ რომ შენ არ ახარ სახელმწიფო სიმბოლო, შენ დროებით არჩეული ხარ ხალხის მიერ. აი ეს ვერ გააცნობიერეს ვერც კობახიძემ, ვერც წინა ხელისუფლებამ და შენ წარმოიდგინე ვერც, თუმცა ახლა ამ გადასახედიდან რომ უყურებ ყველაზე დიდი დემოკრატია შევარდნაძეს ქონია მაინც, ახლა მე და გოჩას განსაკუთრებულად არ მომწონდა შევარდნაძე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ყოფილა ამ გადმოსახედიდან რომ უყურებ და ამ გადმოსახედიდან ემავშებით, ხო? იმიტომ რომ შევარდნაძეს არასოდეს არ უკადრებია ეს რომ მეო კაცო მე ვარ და deep state-ი მებრძვის ამათმა რაღაცა ნარატივები შექმნეს თვითონ და ამ ემაზე ააგეს და არიქა თურმე თუ კობახიძეს ვინმე ებრძვის და არიქა თუ ოცნებამ არ გაიმარჯვა ეს ყოფილა ქვეყნის ტრაგედიაა კაცო ქვეყნის რა ასე უყურებენ მართლა ჯერავთ არ გიორგი მართლა ჯერავთ თელი პრობლემა ამაშია რომ ამას იჯერებენ თვითონ დაიჯერეს ეს დემოკრატიის ამბანი ის არის რომ ხელისუფლებაში უნდა იყოს პარლამენტში ყოველ შემთხვევაში მემარჯვენეც მემარცხენეც ტროცკისტიც ესეც ისიც და ეს წარმავალია ეს მომავალია ბიჭო კურცის პარტიამ ორჯერ მოიგო ავსტრიაში ესა რა ქვია არჩევნები და ბელგიაში და იტალიაში მელონე მართავს და ემაში რა ქვია ბელგიაში ბარტვევერი ხო აი ულტრა მემარჯვენე კონსერვატორები კაცო რაზეა ლაპარაკი დემოკრატია იქ ვინმე იტყვისო დემოკრატიას რაიმე საფრთხე აქვს იქ ისინი ეკონომიკაზე აკეთებენ თავი იმათ შეხედულება ესა საემიგრაციო პოლიტიკაზე აქვს შეხედულება ამაზე თორე სახელმწიფოს ფუნდამენტალური შემდგენელი ნაწილები რაც არის ეს ადამიანის შეთანხმებულები არიან კაცო კიდე იმაზე ყველანი შეთანხმებულია და ერთ-ერთი მომენტიც არის იცი მოქალაქეც თვითონ მოქალაქესა ჩვენთან ხო პრობლემა რა არის ხო აი ახლა ბატონი ამბობდა აი ამას გადავყლაპავთ იმას გადავყლაპავთ აი ამეებს რომ გვაყლაპებენ და ამეებს რომ ყლაპავთ ის რომ სოციალურად თურმე ეს რო ხდება იქ რომ გვატყუებენ
მერე მიდის და მივედით უკვე აქამდე, იმიტომ თუ ამდენი გადავყლაპეთ, ხო, მაშინ ამასაც გადაგაყლაპებენ. იქ არავინ არ ყლაპავს. იქ ბიჭო ადამიანს მიაჩნია, რომ მისი უფლება რაც არის, თუ ის დაირღვა, რაც ლაპარაკობ, კაცო, სახელმწიფოს კი არა, ვერც წარმოუდგენია, რომ სახელმწიფომ ასეთი რამე შეიძლება მოახდინოს. სასამართლოზე მან იცის, რომ როგორ შეიძლება სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომელიც რაღაც გარკვეულ რაღაც მიკერძოებული შეიძლება იყოს. ამიტომაც პოლიციაზე ლაპარაკობთ. ჩვენთან პოლიციამ ცადეს, აი მიშას დროს თითქოს ერთი პერიოდის ცადა და შეცვალა, რომ პოლიცია სახელმწიფოს და ვემსახურები საქართველოს და რაღაც. და მერე უკვე თვითონვე ის რასაც მიაღწია, თვითონვე ადგა და დაიმხო თავის თავზე პოლიცია პირველ რიგში. ამათაც იგივე ხნეს. აი ზუსტად ეგ არის, გიო. ბადრის რა პოლიციელი ბიჭო რა შუაშია პოლიტიკაში, რო ჩარე იქ დაამთავრე. შემთელი შენი პოლიციის რეფორმა. აქაც უკვე პოლიციელი შენ როცა უკვე ხელისუფლების დამცველია და ლამი პირბადეზე რო იმას დაიჭერო, რა ქვია, ადამიანს რატო გიკეთია, როცა გასრო მოგასხავ შენ, რა ქვია, პირზე არაფერი არ უნდა გეფაროს და ამიტომ უნდა დაგიჭირო. და ამას ამართლებ, იმიტომ თურმე ამერიკაში ხედავ პირბადის გამო, აი ამიტომ მეც ამას გავაკეთებ. ბიჭო, ასე გადმოტანა ეკლერტულად იღებენ. აი ეს კანონი თურმე ავიღე აქედან. ის ემიგრანტებს რო ხმას უფლება ჩამოვართვი, ეს ავიღე ირლანდიიდან. ხო არის ირლანდია დემოკრატიული. ასეთი ფორმით, ასეთ ცდილობს ადამიანი რომ ტყუილებზე ააგოს. ოდიში გიორგი, აი ეგ არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ტყუილი. ირლანდია კი არის დემოკრატიული ქვეყანა და ირლანდიას აქვს ეს ჩანაწერი, მაგრამ ირლანდიას ასევე აქვს ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ ნებისმიერი კანონი, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, თუ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, უნდა იყოს ცნობილი ბათილად იმ ნაწილში, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენთან და ეს არ აიღეს და არ ჩაწერეს. არ უნდათ. იმიტომ რომ ჩვენთან კონსტიტუციაში პირდაპირ უწერია, გვიწერია, რომ ადამიანს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, გინდა უცხოეთში, გინდა იმაში, აი ეს არის ადამიანის კონსტიტუციური უფლება, საქართველოს მოქალაქის და შენ ამ უფლებას უბრალოდ კანონით ვერ შეცვლე და შენ რო საქართველოს კონსტიტუციაში ანალოგიურად ირლანდიის კონსტიტუციიდან გადმოიტანო ეს ჩანაწერი, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ჩანაწერს, ბათილად უნდა იყოს ცნობილი იმ ნაწილში, შენ რო გააკეთო, თუმცა რომც გააკეთო და დაარღვიო, მე არ გამიკვირდება, მაგრამ ის რაც არის კარგი ამის გადმოტანა არ გინდა, ის რაც გაწყობს დღეს, ის უნდა გადმოიტანო. და მოდი მაშინ უფრო შორს წავიდეთ. დაახლოებით 13-14 ქვეყანაა ევროპაში. მთლიანად სკანდინავია, ესპანეთი, იტალია, ну ახლა შვეიცარია, შვედეთი, სადაც კანონი იძლევა უფლებას, საარჩევნო კანონი, კოდექსი იძლევა უფლებას არა მოქალაქეს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. კი, ეხლა წარმოიდგინე, აიღებს მაგალითად და 5 წელიწადში იგივე კანონს გადმოიტანს, ხო გეუბნები, ეს მხოლოდ 5 ქვეყანაში დაასახელა, რომ რა ქვია, ემიგრანტს არ შეუძლია და აქ 12-14 ქვეყანაა. იტყვის, ნახე, დემოკრატიული ქვეყნებია, ევროპა, რა გინდათ? მე ვაძლევ უფლებას არა მოქალაქეს მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. მისცემს უფლებას იგივე ამდენ თურქს, ირანელს, არაბებს, ვინც არის შემოსული, ვის მისცემენ ხმას? კი, ხელისუფლებას. ანუ აქცენტი ზუსტად ამაზეა გაკეთებული და იქითკენ მივდივართ. ამდენი უცხოელი შემოყავს რისთვის? მერე კანონს მიიღებს, რომ მას უფლება აქვს ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მერე მისცემს უფლებას მიიღოს უკვე ფედერალურად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. სხვათა შორის ამერიკაშიც რამოდენიმე შტატში ანალოგიური უფლებების მიცემა მოხდა დემოკრატების დროს და რესპუბლიკელებმა რესპუბლიკურ შტატებში არ არის აკრძალეს ამათმა და ეხლა ებრძვიან, რომ სადაც კი არის რესპუბლიკელები ებრძვიან, რომ იქაც აუგრძალონ. ეგ ბაიდენს უნდოდა ამის გაკეთება. ვიღაცა გამოდის და ამბობს, რომ აუ რა არა დემოკრატიულია, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხო ხალხი ვართ რა ხალხო დაფიქრდით, თქვენ აქედან წახვედით, ან აქედან სხვა ქვეყნიდან ჩახვედით ამერიკაში და იქ ამის უფლებას ითხოვთ. ხო უნდა დაფიქრდე, რომ შენს ქვეყანაში შემდგომში ვიღაცა ამის უფლებას მოითხოვს და საბოლოო ჯამში საითკენ მივდივართ. ამერიკას არ დაუშავდება ბევრი არაფერი, იმიტომ რომ 340 მილიონიანი ქვეყანაა და რაც არ უნდა იყოს, ეხლა 40 მილიონზე მეტი არ იქნება დღეს შესული იქ უცხოელი, თორე საბოლოო ჯამში ეხლა ამერიკელები რეზერვაციაში ცხოვრობენ, ნამდვილი ამერიკელები.
და დანარჩენი კი ვიცით ხო, ანუ ევროპიდან ჩასული ხალხია, რომელმაც შექმნა ამერიკა. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, იმას საფრთხე არ ემუქრება. იმიტომ რომ ის უცხოელი პრინციპით არის თანაგებული. ის სხვა პრინციპით ვითარდება. ნაციონალური პრინციპი მან ეთნიკურ დონეზე კი არ არის. ის არის სახელმწიფოებრივ დონეზე, ანუ სახელმწიფოს მოქალაქეა. მისი ეთნიკური კუთვნილება პირდაპირ სახელმწიფოსთან არის ასოცირებული და არა რომელიმე ეთნოსთან. აი ეგ არის და ხვალ ის შესული აქედან ან სხვა ქვეყნებიდან შესული უცხოელი იტყვის რომ მე ამერიკელი ვარ და მორჩა. იმიტომ რომ აი გიო რასაც შენამბობ ხა იქ ენა მამული სარწმუნოება ამერიკელი ამას ვერ მიიღებ. იმიტომ რომ რომელ ენაზე, რომელ სარწმუნოებაზე და რომელ ეროვნებაზე უნდა ყოფილიყო ხო აგებული. ამიტომ ჩვენ სხვა პრინციპი გვაქვს, იმას სხვა პრინციპია. რაღაცა აქ შემოსული უცხოელი არასდროს არ იტყვის რომ მე ქართველი ვარ. რატო? იმიტომ რომ ქართველობა პირდაპირ ეთნოსთან არის დაკავშირებული. ამერიკელობა სხვა რა. კი, ამერიკელობა სტატუსია ფაქტიურად და ეს არის ნაციონალობა და არაბი რომელიც ან თურქია ის არ იტყვის არასდროს რომ მე ქართველი ვარ. ის ყოველთვის იამაყებს იმით რომ ის არის ან არაბი, ან თურქი, ან ირანელი და ამ შემდეგ. ამაზე გვაქვს საუბარი, ეგ საფრთხეა. მენტალიტეტი ეგ არის ახლა ევროპელის რო რამდენი ჩვენ ვიცით ესა რა ქვია ნაპოლეონის დროს დარჩენილი საიდანაა ფრანგული და ქართველია რანაირად კაცო უკრაინელი გოგოლი და ქართველი ვარ ძმო ის ასიმილირდა აქ და ეს არაბი არ ასიმილირდება ამაშია უბედურება რა აი ამაშია უბედურება და ჩვენ მივიღებთ იმას რასაც მივიღებთ თუ ამათ მესულელე ერობასაც რა ქვია გაიტანეს და თუ ესენი შემოიყვანეს და რა ვიცი აბა მართლა ყველას მოუწოდებ რომ 30-ში მობრძანდეთ და გიო მე მგონი აი შენ რასაც ლაპარაკობდი ხო ალბათ ბევრი ადამიანისთვის იქნებოდა აი მაინც პროევროპელებას რახან ეხლა ხო კობახიძე ამბობს ჩვენზე რომ ჩვენ დასავლეთიდან ვიმართები და ამიტომ ვარ თურმე არაბების წინააღმდეგ ალბათ ბევრმა პირველად გაიგო რომ საფრანგეთში თურმე იმას ფრანგი მოქალაქეს კი ვერ ყიდულობს იმას რა ქვია მიწას პირველად გაიგო ის რომ ალბათ როგორ არის სოციალური პაკეტი როგორ არის დაცული ხო ამიტომ კარგია რომ ესეთ თემებზე ლაპარაკობთ იმიტომ რომ ევროპა ადამიანთა დიდ ნაწილს ხო დაანახეს რომ ევროპა ეს არის თურმე LGBT რომ ევროპა ბევრი რამეა ისეთი ასაღები სწორედ რომ აი ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირზე უკეთესია და დაცულობის მხრივ ევროპაში ადამიანი საბჭოთა ქვეყანას ბევრ ადამიანს ხო ნოსტალგია აქვს რომ საბჭოეთში კაცო უმაღლეს დაამთავრებდი იცოდი რომ სამსახური ქონდა ის რომ შეერი არ მოკვდებოდი ის რომ სამედიცინო მომსახურეობა გექნებოდა და ფიქრობე საბჭოეთში რა კარგი იყო რა გვინდოდა ამ იმაში და გონიათ ადამიანების ნაწილს პრორუსულობას როცა იმაშებია რომ აი საბჭოეთი გონიათ აღდგება თუ საბჭოეთში ესე იყო ეს ყველაფერი შეხედეთ ევროპას და შეხედეთ ევროპაში საბჭოთა კავშირზე უფრო მეტად არის ბევრი რამე დაცული იმიტომ რომ ეს ადამიანის უფლებაზე არის აგებული და ადამიანია ყველაზე მთავარი იქა დაცული ადამიანი კი არა ცხოველების უფლებებია დაცული ნეტა ჩვენთან ადამიანის უფლება იყოს ეგრე დაცული იყო ცხოველებისა ესა რა ქვია გიორგი და გოჩა საბჭოთა კავშირში მედიცინა იყო უფასო ვიძახოთ ექიმი ვარ მამაცხონებული და ესა რა ქვია ჯიბე მქონდა გაწეული ვირას ჩამიდოდა ემაში რა ქვია ჯიბეში იმაზე ერყვა რომ ესე იყო თორე საფრანგეთში მართლა არის ესა რა ქვია უფასო მედიცინა მე რომ მივალ იმ ჩემ ვიტალ კარტატი ხო აფთიაქში ექიმთან ფულს არ ვიხდი იმიტომ რომ დაზღვევა მიხდის ემაში რა ქვია იმიტომ რომ კაცო ის რას მეუბნება იცი დაზღვევა მე შენ კი მიხდი მე ყოველდღიურად რაღაცა 20 ევროს 30 ევროს მაგრამ ყოველდღიურად ხო არ მედიხარ ექიმთან ანუ მე იმდენი ფული შემოსავლებიდან ვემაშობა რომ შენი ექიმთან ვიზიტი რომელიც 3 თვეში ერთხელ გექნება თუ 4 თვეში ერთხელ და რაღაცა წელიწადში ერთხელ შეხვალ აფთიაქში წამლის საყიდლად ის უფასოდ მოგაწოდო და მოგცი კი იმიტომ რომ მეც ვიგებ კაცო მე ამ იმაში მომსახურეობაში ვიგებ და მოგებული ვარ და ასე ააწყეს სახელმწიფოში ურთიერთობა. იმიტომ მან როგორ არის მე რასაც ვუყურებ, იმდენად დაცული ადამიანი რომ ის თავის თავს უფლებას მე აძლევს, რომ თქვათ იმ დიდარმა რაღაც გარკვეული სიმდიდრის ის მოახდინოს, თუმცა გოიმობა თითულება, იქაც რომ ზედმეტად რო გამოაჩენ შენ სიმდიდრეს. ჩვენთან ეხლა წალენჯი ხაში ფერარით რო ჩახვალ, ჯანზე ვერ ახარ ხო? დამშეულ ქვეყანაში, დაქცეულ ქვეყანაში. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ვისაც თურმე კარგი მანქანა უნდა ცუდია, მაგრამ მე გეუბნები, გახედე რა შენ
სამეზობლოს. იქ იმან თავის თავს უფლება რატომ იცა? იმან იცის რომ ბავშვი არ კვდება იქ სამედიცინო მომსახურებლობის გამო, რომ თურმე ფული არ აქვს. იმან იცის რომ მოხუცებული არ კვდება იმის გამო, რომ თურმე რა ქვია, მაშინ კარგად სამუშაოზის არ ქონდა და მაშინ რა ქვია, რომ დაბერდა, ეხლა თურმე პენსია არ აქვს. ან საერთოდ იმას რა ქვია, ადამიანის დაცულობა არ არის თქვათ რაღაც გარკვეული ყველა დონე არის რა ქვია შექმნილი იმისთვის რომ ადამიანი ბავშვიდან დაწყებული მოხუცებულობამდე დამთავრებული დაცულია და ამიტომ თან იმ გადასახადებით კი ძალიან ძვირს იხდიან მე ვიცი რომ აგერ ორსინები გახსოვს ქეთევანის ის რო იყო ჩამოსული თქვენს რომ ბიჭო იმხელა არისო ქონების გადასახადიო იმიტომ რომ ორსინებს 7 გვარში მარტო პაპიკის ყავდათ რა ქვია კარდინალი ყავდათ მესმის რომ მათ ვებერთელა ქონებები აქვს რომლის გადასახადია გადასახდელი მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ქონების გადასახადი შეიძლება გაათანაბრო შეიძლება ყველა გადასახადი ერთი მასე 1000 ლარი რო აქვს კაც იმასაც იგივე საშემოსავლო აქვს და 100,000 რო აქვს იმასაც იგივე საშემოსავლო. აი იქ იმ ქვეყანაში ეს დაალაგეს, სახელმწიფო მოაწყეს და ადამიანი იმ სახელმწიფოში მართლაც პატრიოტია, კაცო, თავს გაწირავს, იმიტომ რომ იცის რომ სახელმწიფო მას იცავს. როგორც ისრაელში, აგერ კი ვიცით რა ომი ჩადიოდა აქედან ხალხი, სხვა სოფლიოდან ხალხი ჩავიდა და ჩვენთან ომი რო იწყება აქედან გარბიან. იმიტომ რომ ვერ ხედავენ ადამიანები რისთვის გაწირონ თავი. რისთვის იმიტომ ძალიან საინტერესო ეგ კარგი რაღაცა გამახსენე რამდენი ისრაელმა ღაზასთან ომი დაიწყო იმდენი ჩემი მეგობრის შვილები აი ებრაელები ვინც ახლა რადიოში მუშაობს ყველა წავიდა იქ იმაში რა ქვია რომ ესენი გოჩა საინტერესო ფენომენია თავს ვალდებულად გზნობენ სადაც არ უნდა იყოთ რომ წავიდეს და იმ ქვეყნის სამშობლო იქაა კი გეთანხმები სამშობლო იქაა საფრანგეთში დაიბადა გაიზარდა ერთი სიტყვა არ იცის ივრითზე აი ბიჭო მეუბნებოდი ერთს ბიჭო ბრძანებას რო გაცემს როგორ გაიგებ ამა როგორ უნდა გაიგოს არა უშავს სხვები გაიქცევენ ესეც გაიქცევო უკან დაიხევენ ესეც უკან დაიხევს და ეხა ავტომატით ჭერა და სროლა ეს არის ხო თუმცა ის სანიმუშო ფრანგიც იქნება ხო იმიტომ რომ საფრანგეთის სანიმუშო ფრანგი იქნება საფრანგეთისთვის აი იქნება 30-ში ეხლა ეს რატომ მოვიყვანეთ ამ 30-ში ისრაელში ომში მიდიან და ჩვენი ომი გვაქვს საქართველოსშივე მოვახერხოთ რა ისინი საშუალება აქვს და ჩამოდიან და იქნებ ჩვენ დავიწყოთ მოვახერხოთ რა ქართველებმა რომ აქ ჩვენთვის დაახლოებით იგივეა იქ რაც არის ომის იმაშია შესული ფაზაში და თავის მიწას თავისას იცავენ ჩვენც იქნებ მოვახერხოთ აქ ხო ავტომატი არ არის ხელში ასაღები აქ ხო არ არის პირდაპირ საფრთხე მოდით რა იქნებ მოვახერხოთ რა ხალხო რომ დავანახოთ რა ამ ხელისუფლებას რომ ჩვენ გვაქვს უნარი ჩვენი სახელმწიფოს დაცვის და ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ და წინაპრებზე როცა ვლაპარაკობ და სადღეგრძელოებში მაგრები ვარ და ყველაფერში აგერა გვაქვს რა აგერა გვაქვს წანისიც აგერა გვაქვს დიდგორიც და თან პირდაპირ ისე გააკეთოს რომ პირდაპირ დაარქვეს კაცო მართლა და მართლა წანისი გვაქვს დასაცავი კაცო კი ბატონო მეგობრებო ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხარო როგორც ყოველთვის მე უბრალოდ პატარა რემარკი მინდა გავაკეთო ჩვენ ახლა ევროპაზე ბევრი ვისაუბრეთ არა ვართ ჩვენ არც აპოლოგეტები არც პროპაგანდისტები ევროპის უბრალოდ იმის თქმა გვინდა რომ თუ რამე სიკეთე გინდა საქართველოსთვის ევროპიდან ის კარგი გადამოვიღოთ რაც მართლა კარგია და რაც ადამიანს აძლევს საშუალებას რომ ამოისუნთქოს კარგად იცხოვროს არ იფიქროს ხვალინდელ დღეზე იმიტომ რომ ყველა დაცული იქნება ყველანაირად შენ როდესაც ევროპიდან მხოლოდ ისეთ რამეს იღებ რაც ადამიანს ზღუდავს თავის უფლებებში ну მე არ ამგონია რომ ეს სწორი ნაბიჯი იყოს და რამე სიკეთე მოუტანოს ჩვენს ქვეყანას არა ზოგადად ჩვენს ქვეყანას და ჩვენ იმიტომ საუბრობთ რომ ევროპაში იმდენი სასიკეთო კანონია რომლის გადმოღებაც არ გინდა და მაინც მიადექი ისეთ კანონს რომელიც შენ გაწყობს როგორც ხელისუფლებას და არა ხალხს რომ ეს არის ძალიან ცუდი და ქვეყანას ფაქტიურად ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს მაგრამ ხალხს უნდა ესმოდეს, მაყურებელს უნდა ესმოდეს. ჩვენ არავისი აპოლოგეტები და მხარდამჭერები კი არა, პროპაგანდისტები არა ვართ გარდა ჩვენი ქვეყნისა. ჩემი ქვეყნის აპოლოგეტები ვიქნებით, ჩვენი ქვეყნის პროპაგანდისტები ვიქნებით და ყოველთვის შევეცდებით, რომ სიკეთეები, რომელიც სადმე არსებობს, გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში და აქ დავაწესოთ. და ვცადოთ, ვნახოთ, აბა როგორ განვითარდება ქვეყანა ამ კანონებით მე შევცვალოთ რა თქმა უნდა თუ რომელიმე არ იმუშავებს და ასე შემდეგ
აქედან გამომდინარე ხალხო, ეს არის ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც სადაც არ უნდა ვიყო, ახლა გიორგი არის საფრანგეთში. საფრანგეთში მე არაერთხელ მსმენია, მუდმივად მიდის საუბარი თუ როგორი კარგია საქართველო, როგორი ოღონდ საქართველოს სჭირდება შველა, ოღონდ საქართველოს სჭირდება რაღაც ახალი კანონები და ასე შემდეგ. ანუ სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ვატარებთ ქვეყნის ინტერესებს. ეს მინდა რომ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა. ეხლა კი ჩვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან, გიორგი, მადლობა რომ გვერთვები. ჩვენ შეგხვდებით მომავალ ორშაბათს 8:30-დან ვიქნებით თქვენთან ერთად 10:30-მდე. კარგად გრძანდებოდეთ.